ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში უცხოელი სტუდენტების ჩარისხვის წესის ცვლილება, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდა და სწავლის ხანგრძლივობის ვადების შემცირება. უმაღლესი განათლების სისტემის სამთავრობო კონცეფცია მეორე დღეა დისკუსიის საგანია. უკმაყოფილების მიზეზი ხდება სასკოლო განათლების 12-დან 11 წლამდე შემცირების ინიციატივა, რაშიც ექსპერტთა ნაწილი ევროპის საგანმანათლებლო სივრციდან გათიშვის საფრთხეს ხედავს. კითხვის ნიშნებს აჩენს ფაკულტეტების გადანაწილების ახალი წესიც. ის რომ კონკრეტული სასწავლო მიმართულებები მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება ხელმისაწვდომი, სპეციალისტთა ნაწილის მხრიდან უკან გადადგმულ ნაბიჯად ცხადდება. რეფორმით გათვალისწინებული აკადემიური პერსონალის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა ჯერ მხოლოდ კონცეფციის სახით არსებობს. როგორი იქნება საბოლოო გეგმა, ეს მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც სხვადასხვა სექტორის ჩართულობით საჯარო დისკუსიები გაიმართება და შესაბამისი კვლევები ჩატარდება. რა შედეგებზეა გათვლილი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებული 7 ამოცანა. მთავრობის წარმომადგენლების პასუხი ერთ წინადადებად ასე ყალიბდება. ხარისხიანი უმაღლესი განათლება, რომელიც სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებზე იქნება მორგებული. კონცეფციის თანახმად სტუდენტების 85%-ის დედაქალაქში კონცენტრირება არის ის მთავარი გამოწვევა, რომელიც რეგიონების ახალგაზრდებისგან როგორც შრომის უნარიანი რესურსის დაცლას იწვევს და აფერხებს მის განვითარებას. ისევე როგორც სტუდენტების ნაწილი სასწავლებლად ევროპაში მიემგზავრება და ძირითადად სამშობლოში აღარ ბრუნდება. რამდენიმე თვიანი განხილვების შემდეგ პირადად მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილ კომისიაზე პრობლემის მოგვარების ორი ამოსავალი წერტილი დაინახეს. ერთი, რომ ქართული განათლება ევროპულ ხარისხს გაუტოლდეს, რისთვისაც განახლდება სასწავლო პროგრამა და მეთოდოლოგია. სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება 10,000 ლარამდე გაიზრდება. მოიწვევენ უცხოელ პროფესორებსაც. მეორე კი რამდენიმე დიდი ქალაქის საგანმანათლებლო მიმართულებით განვითარებას მოიაზრებს, რომელთაგან უპირატესი ქუთაისი იქნება და ის, როგორც გელათის აკადემიის სამშობლო, საუნივერსიტეტო კერის სტატუსს დაიბრუნებს. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები, პროფესიონალი ახალგაზრდების შრომის ბაზარზე. ამ დებიზით სახელმწიფო აპირებს არამოთხოვნადი პროფესიების შესწავლის ხელშეწყობას დაფინანსების სისტემით. დეფიციტური პროფესიების გამოსავლენად ჩატარდება ბაზრის კვლევა და საერთო პოპულაციიდან გამომდინარე განისაზღვრება ჩასაბარებელთა კვოტა. ერთი და იგივე ფაკულტეტი კი ქალაქის მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება ხელმისაწვდომი. მიზეზად კონკრეტული პროფესიის ადამიანების სიჭარბის და შესაბამისად მათი უმუშევრად დარჩენის რისკების თავიდან არიდება სახელდება. პროფესიონალი კადრების მოსამზადებლად კომისიამ საკმარისად მიიჩნია ბაკალავრის საფეხურზე 3, ხოლო მაგისტრატურაზე 1 წელი. სწავლის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს ცვლილება არ შეეხება სამედიცინო ფაკულტეტს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეთ ერთ-იგივე ფაკულტეტები. ჩვენთან ისედაც მწირია რესურსი, მათ შორის საკადრო რესურსი, ინფრასტრუქტურული რესურსი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეს ერთი და იგივე ფაკულტეტები. ერთ-ერთი რაც ითვალისწინებს ჩვენი კონცეფცია, ეს არის ფაკულტეტების გადანაწილება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იმ პირობებში, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს საკუთარ ავტონომიას. მთავარი ამოცანაა, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება და სწორედ ამას ემსახურება ის რეფორმის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. შემდეგი წლისთვის უნდა მოვემზადოთ, რომ ახალი რეჟიმით უკვე იქნება უმაღლეს სასწავლებლებში 3+1 სისტემით ეს კომპონენტი, სწავლების კომპონენტი შემოღებული, ხოლო ის ახალგაზრდები, რომლებიც წელს ჩაირიცხნენ და დაიწყეს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა, ან მანამდე სწავლობენ და ასე ვთქვათ, ეს სასწავლო პროცესი მიმდინარე არის, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ისინი ჩვეული რეჟიმით გააგრძელებენ ამ სასწავლო პროცესს იგივე სქემით, როგორც აქამდე იყო. იმისთვის, რომ ხარისხიანი უმაღლესი განათლების მისაღებად აბიტურიენტი იძულებული არ გახდეს რეგიონიდან თბილისში ან საერთოდ ქვეყნიდან გაემგზავროს, რეფორმის მიხედვით ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტმა სწავლების ერთნაირად მაღალი ხარისხი უნდა უზრუნველყოს. ამისთვის მეთოდოლოგიის ცვლილების და პროფესორებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების გარდა ძირეულად გადაიარაღდება ინფრასტრუქტურაც. მოსალოდნელი ცვლილებები კატეგორიულ ტონს არ შეიცავს და ის მხოლოდ მას შემდეგ
დამტკიცდება, რაც განათლების სამინისტროსა და შესაბამის წრეებს შორის დისკუსიას ამოწურავს. ერთადერთი რაც რეფორმის პრეზენტაციისას მკაცრი მითითების შთაბეჭდილებას ტოვებდა, ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების ჭარბ კონცენტრაციას ეხებოდა. მართალია სასწავლებელი პრემიერ-მინისტრს არ დაუსახელებია, თუმცა რთული გამოსაცნობი არ ყოფილა, რომ ეს სამედიცინო უნივერსიტეტს ეხებოდა. ზუსტად როგორ შეიცვლება პოლიტიკა უცხოელი სტუდენტების მიმართ, ეს დისკუსიის შემდეგ გაირკვევა. რაც შეეხება უცხოელი სტუდენტების ფინანსების დაკარგვას, თავად სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი ფიქრობს, რომ ეს დაანონსებულმა დაფინანსების ახალმა წესმა უნდა მოაგვაროს. კონცეფციის დონეზე ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვი, აი როდესაც გადავალთ კონკრეტულ მე დარწმუნებული ვარ, სანამ დაიწყება კონკრეტული ქმედებების განხორციელება, აუცილებლად იქნება შეხვედრები, აუცილებლად იქნება ბევრი მსჯელობა, რომ გადაიდგას შტატის ნაბიჯები, რომელიც ყველაზე რაციონალური და ყველაზე საჭიროა ქვეყნისთვის და უმაღლესი განათლებისთვის. უმაღლესი განათლების რეფორმის ირგვლივ დისკუსიასთან ერთად განხილვის საგნად იქცა სააბიტურიენტო წლის შემცირების საკითხი. იმ მანკიერ პრაქტიკაზე დაყრდნობით, რომ მე-12 წელს მოსწავლეები სკოლებში პრაქტიკულად აღარ დადიან, ხოლო მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 11 წელი ზოგადი განათლების მისაღებად საკმარისია, სამინისტრო მე-12 კლასის გაუქმებას განიხილავს. ახლა უკვე მთავარი შეკითხვაა, გამოეთიშება თუ არა საქართველო ევროპული განათლების სისტემის ჰარმონიზაციის, იგივე ბოლონიის პროცესს და რამდენად შეძლებენ აბიტურიენტების სურვილის შემთხვევაში ევროპულ უნივერსიტეტებში ჩაბარებას, ვინაიდან იქ მხოლოდ 12 წლიანი ატესტატია აღიარებული. განათლების მინისტრის თქმით, არ არის გამორიცხული მსგავსი ახალგაზრდებისთვის მე-12 კლასი გარკვეული სახით საქართველოშიც შენარჩუნდეს. სხვა შემთხვევაში მათ მე-12 კლასის დახურვა ევროპაში მოუწევთ. ის რომ ეს გზა მათ ხარჯებს გაზრდის მინისტრი არ უარყოფს. ნახოთ თუ რაიმე არგუმენტები იქნება შესაბამისი, რომ როგორ შეიძლება ეს მე-12 კლასი რაღაცა ფორმით შენარჩუნებული იქნას. თუმცა ხედვა გვაქვს ძირითადად, რომ ეს უნდა იყოს 11 წლიანი სწავლება. ჩვენი მიზანი კიდევ ერთხელ არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ უმაღლესი სტანდარტის განათლება, როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი განათლების დონეზე საქართველოში. ჩვენ ყველანაირად შევუწყოთ ხელი, რომ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში დარჩნენ, მათ მიიღონ იმ ცოდნა და ის კვალიფიკაცია, რომელიც მათ ღირსეული სამუშაო ადგილების მოპოვების შესაძლებლობას მისცემს საქართველოში. საქართველოში წელიწადში დაახლოებით 35,000 აბიტურიენტი ხდება სტუდენტი. რა ძირეული ცვლილებების წინაშე დადგებიან ისინი, ეს 7 საფეხურიანი კონცეფციის განხილვის შემდეგ გაირკვევა. მისი დამტკიცების შემდეგ კი რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდება და 4 წლიან პერსპექტივაში, როგორც ამას მისი ავტორები ამბობენ, უმაღლესი განათლების სისტემა თვისებრივად გარდაიქმნება და ევროპულ ხარისხს გაუთანაბრდება.